სოციალისტურმა იდეოლოგიამ პრაქტიკაში განიცადა კრახი, ყველგან დამარცხდა, ყველგან ან წარმოშვა დიქტატურა. წარმატების მაგალითი არ არსებობს. პრაქტიკულად არ არსებობს წარმატების მაგალითი სოციალისტური იდეოლოგიის და იმისათვის რომ თავისი შეხედულებები რაღაცნაირად შეენიღბათ, იმას რო ეთქვა რომ საერთოდ ყველა დიქტატურა, რომელიც ამ მე-19 საუკუნეში წარმოიშვა, პრაქტიკულად ყველა სოციალისტი იყო. ხო? ჰიტლერიც სოციალისტი იყო. მემარჯვენეს ოჯახიან, მაგრამ სინამდვილეში იგი ნაციონალ-სოციალისტური პარტია ერქვა მას, ხო? კომუნისტებიც სოციალისტები იყვნენ, ფაშისტებიც. და მაო-ძედუნიც სოციალისტი იყო. ისიც კომუნისტი იყო. ყველაზე დიდი კაცი ჭამიები ჩამოვთვალე ახლა, ხო, კაცობრიობის ისტორიაში, ალბათ. კი, რამდენი ხალხის მე-20 საუკუნეშია დახოცილი, იმდენი მგონი მთელი დანარჩენი ისტორიის მანძილზე არ მაო-ძედუნი, სტალინი და ჰიტლერი. სტალინი ლენინთან ერთად, რა თქმა უნდა. ამიტომ სოციალიზმმა წარმოშვა ეს, აღარ ვამბობ იქ, რა ქვია, წითელ ქმერებზე და ჩე გევარაზე და პროცენტულად რა იყო, მე მგონი იქ უარეს სიტუაცია იყო კამბოჯაში მაგრამ. ისინი იყვნენ სოციალისტები. ამიტომ ამ თვალსაზრისით სოციალიზმმა კრახი განიცადა. და იმისათვის რომ ეს თავისი მისწრაფებები შეენიღბათ და ირქვეს ასე ვთქვათ, ყველაზე სწორი სახელი. ის მხოლოდ ნიღაბია ლიბერალებს. ნიღაბია, რა თქმა უნდა. და ამით გააფუჭეს ეს რასაც სინამდვილეში ლიბერალიზმი. ახლა შემოვიდა საერთოდ ოქსიმორონი ძალიან გამოყენებადი ლიბერალური ფაშიზმი. ხო, ნუ ახლა ფაშიზმი შეუძლებელია ლიბერალური იყოს. ისევე როგორც ლიბერალიზმი შეიძლება შეუძლებელია ფაშისტური იყოს, რა. ხო, ლიბერალური სოციალიზმი შეუძლებელია. ხო, რა თქმა უნდა. შეიძლება ამას კიდევ გარკვეული ბიძგი მიცა პოსტ ომის შემდგომი გერმანიის ეკონომიკურმა რეფორმებმა, როცა ერხარდმა თავის პოლიტიკას დაარქვა სოციალური საბაზრო ეკონომიკა. კი, მაგას აქამდე შეცდომად უთვლიან, რომ სოციალური დაარქვა, მაგრამ ხო, მათ ერთი პრობლემა, მას რო არ დაერქმია, მიეცემოდა კი საშუალება გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა. ხო, აი ეგ არის მაგის გამართლება და მაგას თვითონ ამბობდა. ერხარდი თუ არ ვცდები, ჰაიეკმა კითხა, სოციალური საიდან მოიტანეოდა. ნუ ეს ხო იციო, რომ იმისთვის პროპაგანდისტვის არისო და სინამდვილეში საბაზრო ეკონომიკაზე სოციალური არაფერი არ არსებობს. ასე ახსნა ესე გადმოცემით ასე ვიცი ჰაიეკისა და ერხარდის საუბარი ერთმანეთთან, ხო? ამანაც შეიძლება მისცა ბიძგი იმას, რომ ხშირად ვამბობთ, რომ აი ევროპა სოციალისტურია და რა მშვენივრად ცხოვრობენ. დაავიწყდათ როგორ მივიდნენ იმ მშვენიერ ცხოვრებამდე. არა, დაავიწყდა ერთია და კი სოციალისტური მისწრაფებები ხშირად ძალავს, ასე ვთქვათ, ერევა სხვა, იმიტომ რომ მოსასმენად გაუთვითცნობიერებელი ადამიანისთვის მოსასმენად სასიამოვნოა ის იდეები, რასაც ის ქადაგებს, მაგრამ სინამდვილეში თავის შედეგს ვერ აღწევს. სინამდვილეში ევროპა არანაირი სოციალისტური არ არის, სადაც კერძო საკუთრება ის სოციალისტური აღარ არის. ხო, მაგრამ ევროპას აქვს ბევრი სოციალური სოციალური ვალდებულებები აქვს, რაც მის განვითარებას აფერხებს და ჩემზე ძალიან სუჟის დაბეჭდილება დატოვა ახლა მაგალითად გერმანიაში სიტუაციას რო შეხედავ, სულაც აღარ არის ისეთი დაწინაურებული ეკონომიკა, როგორც იყო თუნდაც 30 წლის წინ. გეთანხმები, საქმე ის არის, რომ ევროპაში ლიბერალიზმმა მოიტანა ძალიან დიდი შემოსავალი ბიუჯეტში. მაგრამ გაყუნა მერე ხელისუფლები. და ხელისუფლებას ეს თანხა რაღაცაში ხო უნდა დაეხარჯა. ნუ შემოუვიდა ეს თანხა. შეემცირებინა გადასახადები. შეემცირებინა, მაგრამ აი რო შეამცირა, უფრო მეტი შემოუვიდა რა. ხო და რაღაცაში ხო უნდა დაეხარჯა და თქვა რომ მოდი ავიდებ რაღაც ვალდებულებებს და აი რაღაცა პენსიას დაგინიშნა, რაღაც ფორმით უკან დაგიბრუნა.
მაგრამ შემდეგ ამან უკვე მახინჯი ფორმები მიიღო და დღევანდელი მდგომარეობით უკვე ამას ზალადობის ხასიათი აქვს. მე მგონია თავიდანვე მახინჯი ფორმა იყო საერთოდ მასეთი რაღაც. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ რადგან ხალხისგან გარკვეული მხარდაჭერა ქონდა, ეხლა კარგი მოსასმენია, როცა რაღაცას